გამარჯობათ ჩემო მსმენელებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ლიმნიანი წყის დადებით და უარყოფით თვისებაზე და ავხნით როგორ მივიღოთ სწორად. მანამდე კი გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი. დავიწყოთ. წარმოიდგინეთ დილა, ჯერ კიდევ საწოლში ხართ, თვალები ძლივს გაახლილე და უკვე ვიღაცამ გითხრათ, რომ დილით უნდა დალიოთ თბილი წყალია ლიმონით. ეს გაგაწმენს ორგანიზმს, დააჩქარებს მეტაბოლიზმს და დღეს ენერგიით აგავსებს. ეს რჩევა უკვე წლებია ტრიალებს ინტერნეტში, wellness ბლოგებში, სოციალურ ქსელებში და გულახდილად რომ თქვათ, ბევრი ჩვენგანისთვის დილის რიტუალადაც კი იქცა. მაგრამ დღეს გვინდა გავარკვიოთ, რა არის აქ სიმართლე, რა არის გადაჭარბება და რა არის სრული მითი. და რაც მთავარია, გავიგოთ, რატომ შეიძლება ეს ჩვევა თქვენთვის მაინც ღირებული იყოს. თუნდაც სულ სხვა მიზეზების გამო, ვიდრე ეს ჩვეულებრივ გვესმის. დავითხოთ ყველაზე პოპულარული მითით, რომ ლიმონიანი წყალი ალკალიზებს, ანუ ორგანიზმს ტუტ დეხტის. ეს იდეა იმაზეა დამყარებული, რომ ლიმონი მართალია გემოთი მჟავეა, მაგრამ ორგანიზმში მეტაბოლიზდება რა თითქოს ტუტე ნარჩენებს სტოვებს. თეორიულად საინტერესოდ ჟრერს, პრაქტიკულად კი აქ პრობლემა ისაა, რომ ადამიანის სისხლის პეხა საერთოდ არ იცვლება იმის და მიხედვით, რას მიირთმევს საუზმეზე. სისხლის მჟავიან ტუტოვან ბალანსს არეგულირებს ფილტვები და თირკმელები, უაღრესად მკაცრი მექანიზმებით და ეს ბალანსი 7.3-5-დან 7.4-5-მდე დიაპაზონში ინარჩუნებს თავს. წყალ-წყალა გადახრაც კი სერიოზული სამედიცინო პრობლემაა. მოკლედ, ლიმონი თქვენს სისხლს არც ტუტედ აქცევს და არც სხვაგვარად წმენს მჟავიანობისგან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს ყველაზე ცარიელი ჯანმრთელობის მითი დღევანდელობაში. მეორე დიდი მითია, რომ ლიმონიანი წყალი წმენს ტოქსინებს, ან უფრო პოპულარული ტერმინით დეტოქსიფიცირებს ორგანიზმს. აქაც ერთი მარტივი ფაქტის გახსენება საკმარისია. ტოქსინების მოცილება უკვე თქვენი ღვიძლისა და თირკმლების საქმეა და ისინი ამას აკეთებენ 24 საათი შვებულების გარეშე, მიუხედავად იმისა, სვამთ თუ არა ლიმონიან წყალს. არც ერთ კვლევას არ დაუდასტურებია, რომ ლიმონმა შეიძლება რაიმენაირად გააძლიეროს ან დააჩქაროს ეს ბუნებრივი პროცესი. ასე რომ, თუ ვინმეს გსმენიათ სიტყვები დეტოქს წყალი, საკმარისია გახსოვდეთ, რომ ეს უფრო მარკეტინგული ტერმინია, ვიდრე ფიზიოლოგიური რეალობა. მაგრამ ეხლა გადავიდეთ იმაზე, რაც ნამდვილად სამართლიანია. პირველ რიგში ჰიდრატაცია. და ეს ერთი შეხედვით შეიძლება ტრივიალურად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში ესაა ის მთავარი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ლიმონიანი წყალი მართლაც სარგებელს იძლევა. ღამის განმავლობაში 6-8 საათიანი ძილის დროს სხეულის სითხის მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს, სუნთქვის, ოფლიანობის, თირკმლების მუშაობის შედეგად. ამიტომ დილის პირველი ჩიქა წყალი, თუნდაც უბრალო წყალი ლიმონის გარეშე, უკვე თავისთავად სასარგებლოა. ის აჩქარებს ორგანიზმის გამოღვიძებას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და ხელს უწყობს საჭმლის მონელების სისტემის გააქტიურებას. ლიმონი კი ამ პროცესს უბრალოდ სასიამოვნო გემოს სძენს, რაც ბევრ ადამიანს წყლის უფრო რეგულარულად დალევაში ეხმარება. თუ ლიმონის დამატება გეხმარებათ იმაში, რომ მეტ წყალს სვამთ დღეში, ვიდრე სვამდით მანამდე, მაშინ დიახ, ეს რეალური გაზომვადი სარგებელია. თუმცა თავად ლიმონის და არა უბრალოდ წყლის დამსახურებაა. მეორე რეალური სარგებელი კავშირშია C ვიტამინთან. ერთი საშუალო ლიმონის წვენი შეიცავს დაახლოებით 18-დან 20-მდე მილიგრამ C ვიტამინს. ეს დღიური საჭიროების დაახლოებით მე-5-ს მე-4-ს შეადგენს. ასაკის მესამე საკითხი, რომელიც ხშირად ავიწყდებათ, თირკმლის ქვების პრევენციაა და აქ სამეცნიერო მტკიცებულება რეალურად საინტერესოა. ლიმონის წვენი მდიდარია ციტრატით, ხოლო ციტრატი ცნობილია, რომ აკავშირებს კალციუმს შარტში ისე, რომ ხელს უშლის კალციუმის ოქსალატის კრისტალების ფორმირებას. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თირკმლის ქვის ტიპია. კვლევებმა, რომლებიც ადამიანებზეა ჩატარებული, ვისაც ადრე ჰქონია თირკმლის ქვები, აჩვენა, რომ ციტრატის მომატებულმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს განმეორებითი ქვების ფორმირების რისკი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მქარი, მეცნიერულად დადასტურებული სარგებელია, რაც ლიმონს საერთოდ მიეწერება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეფექტისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის ციტრატია საჭირო, უფრო მეტი ვიდრე ერთი ლიმონის წვენი ერთ ჩიქა წყალში. ეხლა კი მოდით ვისაუბროთ იმ მითზეც, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად იზიდავს ხალხს, რომ ლიმონიანი წყალი წონის დაკლებაში გეხმარებათ. სამწუხაროდ პირდაპირ მტკიცებულება ამის სასარგებლოდ საკმაოდ სუსტია. ლიმონის წვენი ერთ ჭიქა წყალში პრაქტიკულად კალორიების არ შემცველია და პირდაპირ არანაირად არ ააქტიურებს ცხიმის დაწვას ან მეტაბოლიზმს იმ დონეზე, რომ ეს რეალურად შესამჩნევი გახდეს სხეულის ზონაზე.
თუმცა აქაც არის არაპირდაპირი გზა, რომლითაც ეს ჩვევა შეიძლება მართლაც დაგეხმაროთ. თუ დილას ჭიქა წყალს სვამს საუზმემდე, ეს ავსებს კუჭს ოდნავ, რაც ზოგიერთ ადამიანს უჩენს ნაკლები საკვების მირების ტენდენციას. ეს ეფექტი თუმცა ლიმონისგან კი არა, უბრალოდ წყლისგან მოდის. ასე რომ ლიმონი აქ თამაშობს მხოლოდ დამხმარე გემოვნურ როლს, რომელიც პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. მოდით ვისაუბროთ საჭმლის მონელებაზეც, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები არგუმენტია. არსებობს რწმენა, რომ ლიმონის მჟავიანობა კუჭში საჭმლის მონელების პროცესებს აღვიძებს. სამეცნიერო თვალსაზრისით პირდაპირი მექანიზმი აქ სუსტია. ჩვენი კუჭი უკვე გამოიმუშავებს ჰიდროქლორ მჟავას, რომელიც ლიმონის მჟავიანობაზე გაცილერია, ასე რომ ერთი ლიმონის დამატება ამ სისტემას რადიკალურად ვერაფერს შეძენს. თუმცა ბევრი ადამიანი სუბიექტურად აღნიშნავს, რომ დილის ლიმონიანი წყალი მათ საჭმლის მონელებას აადვილებს. და ეს შესაძლოა ნაწილობრივ მაინც, თავად თბილი წყლის დალევის ეფექტი იყოს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების მოძრაობის აქტივაციას და არა კონკრეტულად ლიმონისა. ეხლა კი მნიშვნელოვანია ვთქვათ ის, რასაც ხშირად არავინ ახსენებს. ლიმონიან წყალს აქვს ერთი რეალური პოტენციური მინუსიც. ლიმონის მჟავიანობა, გახანგრძლივებული და რეგულარული მოხმარებისას შესაძლოა ზიანი მიაყენოს კბილის მინანქარს. განსაკუთრებით თუ ლიმონიან წყალს ხშირად სვამთ და პირის ღრუს არ ავიულებთ შემდეგ. ამის თავიდან ასაცილებლად სტომატოლოგები რეკომენდაციას უწევენ ჩალის გამოყენებას, რათა სითხემ პირდაპირ კბილებს ნაკლებად შეეხოს, ან სულაც პირის ღრუს გამორეცხვას უბრალო წყლით ლიმონიანი წყლის დალევის შემდეგ. თუმცა კბილების გახეხვას მაშინვე არ გირჩევთ, რადგან მჟავის ზემოქმედების შემდეგ მინანქარი დროებით უფრო მოწყვლადია. ასევე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კუჭის მჟავიანობის პრობლემები, რეფლუქსი ან წყლულოვანი დაავადება, ლიმონის მჟავიანობამ შესაძლოა სიმპტომები გაუმწვავოს. ამიტომ თუ თქვენ სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ღირს ამაზე ყურადღების მიქცევა და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია. მოდი ახლა შევაჯამოთ ყველაფერი პრაქტიკულ დასკვნებში. ლიმონიანი წყალი არ არის ჯადოსნური სასმელი, რომელიც თქვენს ორგანიზმს ტუტედ აქცევს, ტოქსინებისგან წმენს ან საოცრებებს ახდენს მეტაბოლიზმზე. ეს ნაწილი მითია და საკმაოდ დამაჯერებელი მარკეტინგული ისტორია, რომელსაც სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. თუმცა ეს არც არის სრულიად უსარგებლო ჩვევა. სინამდვილეში ის გაძლევთ რამდენიმე მცირე, მაგრამ რეალურ სარგებელს. ხელს გიწყობთ დღის დასაწყისში ჰიდრატაციაში, გაძლევთ ვიტამინ C-ს მცირე დოზას, სთავაზობთ ციტრატს, რომელსაც აქვს გარკვეული პრევენციული ღირებულება თირკმლის ქვების მიმართ და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ქმნის სასიამოვნო სტაბილურ დილის რიტუალს, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ საერთოდ უფრო ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც დილას ერთი პატარა ჯანსაღი რამის კეთებით იწყებენ, სტატისტიკურად უფრო მიდრეკილნი არიან. ფრის განმავლობაშიც გააგრძელონ ჯანსაღი არჩევანების კეთება. ეს ფსიქოლოგიაში ცნობილია როგორც პატარა გამარჯვებების ეფექტი. ასე რომ, თუ გიყვართ ლიმონიანი წყლის დალევა დილით, განაგრძეთ სიამოვნებით. უბრალოდ ნუ ელოდებით მას სასწაულებს და ნუ ჩათვლით, რომ ეს ჩანაცვლებაა დაბალანსებული კვების, საკმარისი ძილის ან რეგულარული ფიზიკური აქტივობის. და თუ ხართ ისეთი ადამიანი, ვისაც ლიმონის მჟავე გემო არ მოსწონს, ან ვისაც კუჭის ან კბილების მინანქრის პრობლემები აქვს, მშვიდად შეგიძლიათ უბრალო წყალზე გადახვიდეთ და ზუსტად იგივე ჰიდრატაციის სარგებელს მაინც მიიღებთ. კარგი, ეხლა კი მოდით ცოტა ხნით გადავუხვიოთ და ვნახოთ, საიდან საერთოდ გაჩნდა ეს ტრადიცია. ლიმონის წყალთან შერწყმა ახალი ამბავი სულაც არ არის. სამხრეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ლიმონიანი წყალი საუკუნეების განმავლობაში უბრალოდ სასიამოვნო, გამაგრილებელ სასმელად ითვლებოდა, განსაკუთრებით ცხელ კლიმატში, სადაც წყალს ბუნებრივი გემოს დამატება სჭირდებოდა. თანამედროვე დილის რიტუალის ვერსია კი სუპერსასმელის იმიჯით სავარაუდოდ ბოლო 200 წლეულის wellness კულტურის პროდუქტია, როცა სოციალურ ქსელებში ყველაფერს სჭირდება მარტივი დრამატული ახსნა. ერთი ტრიუკი, რომელიც ცხოვრებას შეგიცვლით. ტიპის თხრობა ბევრად უფრო ვირუსულია, ვიდრე მშვიდი განცხადება. წყალი კარგია თქვენთვის, ლიმონი კი მას გემოს წენს. საინტერესოა აგრეთვე შევადაროთ ეს ჩვევა სხვა პოპულარულ დილის სასმელებს, რომლებსაც მსგავსი რეპუტაცია აქვთ. თქვათ, ვაშლის ძმარი წყალში. აქაც არსებობს პრეტენზია სისხლში შაქრის დონის რეგულირებაზე და აქ სინამდვილეში გარკვეული მცირე მტკიცებულებაც არსებობს, რომ ძმარმა შესაძლოა ოდნავ შეანელოს საკვების შემდეგ სისხლში შაქრის მატება. თუმცა ეფექტი მოკრძალებულია და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის მედიკამენტებს დიაბეტის დროს.
ან ავიღოთ დილის ყავა, რომელსაც ასევე მიაწერენ მეტაბოლიზმის დაჩქარებას. აქ კოფეინს მართლაც აქვს გარკვეული, თუმცა მოკლევადიანი და მცირე თერმოგენული ეფექტი, რომელიც გაცილებით უფრო მკვეთრად იზომება ვიდრე ლიმონის შემთხვევაში. მოკლედ, თუ გინდათ სასმელი, რომელსაც სინამდვილეში აქვს გაზომადი მეტაბოლური ეფექტი, ყავა ამ მხრივ ლიმონიან წყალზე უფრო ძლიერი კანდიდატია. თუმცა, რა თქმა უნდა, სულ სხვა თემაა, სასარგებლოა თუ არა ყოველდღიური კოფეინის მოხმარება ყველასთვის. მოდით ცოტა ხნით შევჩერდეთ და ვისაუბროთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება ეს ჩვევა უფრო ჭკვიანურად და უსაფრთხოდ ჩართოთ თქვენს რუტინაში, თუ მაინც გინდათ გააგრძელოთ მისი დალევა. პირველი, აირჩიეთ ნელთბილი წყალი, არა ცხელი წყალდუღი. ძალიან ცხელმა წყალმა შესაძლოა დაშალოს ლიმონის ვიტამინ C-ს ნაწილი, თუმცა ეს დანაკარგი ისედაც მცირე რაოდენობის კონტექსტში დიდი დრამა არ არის. მეორე, თუ კბილების მინანქრის შესახებ ინერვიულებთ, გამოიყენეთ ჩალა და შემდეგ პირი გამორეცხეთ უბრალო წყლით. მესამე, ნუ დაასხამთ ერთ მთელ ლიმონს ერთ პატარა ჭიქა წყალში. ეს არა მარტო ზედმეტად მჟავეა გემოვნურად, არამედ ზრდის კბილებზე და ზოგისთვის კუჭზეც არასასურველ დატვირთვას. ნახევარი ლიმონის წვენი საშუალო ზომის ჭიქა წყალზე სავსებით საკმარისია. მეოთხე, თუ თქვენი მთავარი მოტივაცია ჰიდრატაციაა და არა გემო, გახსოვდეთ, რომ უბრალო წყალით ზუსტად იმავე ეფექტს მოგცემთ. ამიტომ ეს მართლაც პირადი პრეფერენციის საკითხია და არა სამედიცინო აუცილებლობა. ის კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას, თუ რატომ არის ეს თემა საერთოდ საინტერესო, გარდა თავად ლიმონისა. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში საერთოდ. ხშირად პატარა რეალურ მეცნიერულ დაკვირვებას, მაგალითად რომ ციტრუსებში ვიტამინ C და ციტრატია, ან რომ დილის წყალი ჰიდრატაციას აუმჯობესებს, თან ახლავს გაზვიადებული ინტერპრეტაცია, რომელიც უფრო შთამბეჭდავად და გასაყიდად ჟღერს. ეს პრობლემა მხოლოდ ლიმონიან წყალს არ ეხება. ეს არის ნიმუში, რომელსაც ხშირად ხვდებით კვების და ველნეს ინდუსტრიაში საერთოდ, სუპერგამოპროდუქტებიდან დაწყებული სპეციალურ დიეტებამდე. ამიტომ ზოგადი უნარი, განასხვავო, რას გვეუბნება რეალურად კვლევა და რას გვეუბნება მარკეტინგი, გაცილებით ღირებულია ვიდრე ერთი კონკრეტული პროდუქტის შესახებ ცოდნა. საბოლოო ჯამში ეს ისტორია კარგად აჩვენებს, როგორ იბადება ჯანმრთელობის მითები. მარტივი, სასარგებლო ჭეშმარიტების ირგვლივ, ჰიდრატაცია, ცოტაოდენი ვიტამინი, სასიამოვნო რიტუალი, იშენება გადამეტებული დრამატული პირობა, დეტოქსი, ალკალიზაცია, საოცარი მეტაბოლიზმის აჩქარება, რომელიც ბევრად უფრო მიმზიდველად ჟღერს ვიდრე უბრალო სიმართლე. და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ყოველთვის ვკითხოთ საკუთარ თავს, რას გვეუბნება მეცნიერება რეალურად და არა მხოლოდ ის, რაც ლამაზად ჟღერს სოციალურ ქსელებში. თუ ეს ვიდეო სასარგებლო აღმოჩნდა და გინდათ კიდევ მეტი ასეთი თემა გავშალოთ, ჯანმრთელობის მითები, კვების მეცნიერება, ყოველდღიური ჩვევების რეალური გავლენა ორგანიზმზე, გამოგყვევით შემდეგ ვიდეოებშიც.